ეს გურია. გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს. გურია გამორჩეულია მდიდარი ფოლკლორული ტრადიციებით. გურული პოლიფონიური სიმღერები და ცეკვები დღესაც აოცებს მსოფლიოს თავისი უნიკალურობით. ამ ტრადიციების ერთ-ერთი გამგრძელებელია მე-20 საუკუნის მოღვაწე გიორგი სალუქვაძე. სოფელი ცხენლისხილი. ამ სახლში 1913 წელს მე-20 საუკუნის მრავალმხრივი მოღვაწე გიორგი სალუქვაძე დაიბადა. ადამიანი, რომელსაც გურული ქორეოგრაფიული ფოლკლორის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. გიორგი სალუქვაძე მთელი ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს შესწირა. რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი დიდ პროფესიულ წარმატებებს აღწევდა. პარალელურად კი გურულ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ფოლკლორში უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს აკეთებდა. მისი აღდგენილია უძველესი გურული ცეკვა ფერხული, ფარცა კუკუ, რომელმაც გურული საცეკვაო ფოლკლორი მნიშვნელოვნად გაამდიდრა. გიორგი სალუქვაძის მიერ დადგმული ცეკვები გურული სიმღერების თანხლებით სრულდებოდა. იგი მეუღლესთან, თამარ ფარცვანიასთან ერთად ქმნიდა სიმღერის ვარიანტებსა და მოცეკვავეთა ჩაცმულობის ესკიზებს. მანვე აღადგინა ცეკვა ფუნდრუკი, რომელშიც მივიწყებული უძველესი გურული საკრავი სოინარი ააჟღერა. ქორეოგრაფიული მიგნებებით განსაკუთრებულია მინიატურა კალმახობა, სადაც მეთევზეების მიერ კალმახის ჭერის პროცესია გაცოცხლებული. მან თავად შექმნა საცეკვაო სიმღერა, ტექსტი და ქალვაშთა ჩაცმულობის ესკიზები. მისივე ინიციატივით საქართველოში პირველად შეიქმნა გურული სიმღერების აღმდგენი 4 წლიანი სკოლა, სადაც ხალხური სიმღერის კორიფეებთან ერთად იღვწოდა გურული სიმღერის გადარჩენისათვის. გიორგი სალუქვაძის დაარსებულია ანსამბლი იადონი. მისი არანაკლებ დიდი სიყვარული იყო ინჟინერია. ბჟუშ-ჰესის ტექნიკური დირექტორი გიორგი სალუქვაძე, როცა საქმე მოითხოვდა, თამამი გადაწყვეტილებების მიღებასაც არ ერიდებოდა. ეს გახლავთ მილი, რომელში გაძრომაც ჰესის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ გაბედა. გიორგი სალუქვაძემ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თოკზე მიბმულმა 720 მეტრის სიგრძის მილიდან ტონა ნახევარი რკინის ნარჩენი გამოიტანა. შედეგად ახალაშენებული ჰესი წყობრიდან გამოსვლას გადარჩა. გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი ხელოვანებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია. უკვე მე-9 წელია აქ მისივე სახელობის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.